მოგესალმებით საყვარელო მაყურებლებო და არხისტუმრებო, ეხლა გავაკეთოთ გაშლა. მისი ნაბიჯები უახლოეს მომავალში, ვარიანტი გვექნება 3 ისევ. პირველი, მეორე, მესამე, მიანდე თქვენ ინტუიცია მოქმედებს პირველი, 6 წამი. რა ენერგიებში ხართ აქ, ნახოთ. რაღაცას სანცარებთ. რაღაცას საკეთებთ, მაგრამ თითქოს ბოლომდე არა. იმიტომ რომ თვალები გაქვთ ახვეული და ვერ ხედავთ სწორ გზას. ანუ აქ ეხა რაც საკეთებთ, რაც ჩაიფიქრეთ, დაფიქრდით, რამე შეცდომა არ დაუშვათ. ბევრ რესურსდებთ ამ რაღაცაში. ბევრი პერსპექტივაც არა. ნუ აქ ვიცით რა გამოგდით, არ ვიცით რა ჩაიფიქრეთ. მაგრამ გამოგდით კი კონფლიქტი გელოდებათ, ან უკვე ხონდათ კონფლიქტი ვიღაცასთან. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია, გრძნობებით ახსავსი აქვს. თქვენს მიმართ ვინმე სხვა. ზოგადად ემოციურად არის არასტაბილური ახლა. რაღაცა საქმეში თითქოს გაიმარჯვა და არის ბედნიერი. არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, რასთან არის ეს დაკავშირებული. ნახოთ მისი ქმედებები უახლოეს მომავალში. თქვენ რაღაცაზე გაბრაზდებით, ეჩხუბებით, ან უკვე ეჩხუბეთ და წავა. ან უკვე წავით. მაგრამ აქ ძალიან დიდი მიზიდულობაა, გრძნობებია და სამკუთხედი. სამკუთხედი შეიძლება იყოს ბევრი რამე, აქ სამკუთხედია, ვინ არის ეს სხვა ქალია თუ სხვა რამ ფაქტორია. უფრო სხვა რამ ფაქტორი შეიძლება ხასიათები იყოს, მესამე ფაქტორი, რაღაც თქვენი სხვადასხვა შეხედულებები, მენტალიტეტი, ეროვნება, მრწამსი, კანისფერი, ოჯახური ტრადიციები და ძალიან ბევრი რამე. ნახოთ მისი ქმედებები უახლოეს მომავალში. თქვენს მიმართ აქ ძალიან კარგი ქმედებები აქვს. ანუ ახალ ეტაპზე გადადიხართ, მისთვის საყვარელი ქალი ხართ და აქ არის სტაბილური ან ოჯახი არ თანაცხოვრება. და ეს გულისკენა რაც იყო თქვენ შორის, ანუ არკანი ჩამოკიდებული, ანუ გაშეშებული, ანუ ივიწყებთ რაღაცებს, არ ვიცით, თავს გქონდ კარგად. აქ კარგი და იმპერატრიცა. ანუ აქ ძალიან კარგი პოზიცია გილოცავთ. მეორე რა ენერგიებში ხართ, აქ რაღაცა ახალი დასაწყისია, რაღაც ახალი გეგმა, რაღაცა ახალი, კარგი. აქტიურობთ, რაღაცას აკეთებთ, კონფლიქტიც გიწევთ, თქვენი პოზიციების დაფიქსირებაც გიწევთ. აქაც სხვა საფეხურზე გადასვლა, ან ციკლის დახურვა, ან ახალი ციკლის გახსნა. აქაც წასვლას მიჩვენებენ. დაცილებულები ხართ ახლა? ნუ რაღაცა ტყუილი იყო აქ. რაღაცა თითქოს თავს იტყუებდით, რაღაც ჩანაფიქრებთან, რაღაც გეგონათ რომ ეს იყო გეგმა, მაგრამ ეს ყოფილა ილუზია. და ილუზიებში, ანუ იმედი გაგიცრულდათ კი არის აქ კიდევ ორი სავსე თასი, მაგრამ თქვენ ამ თასებს ვერ ხედავთ. თქვენ მარგულ წაქცეულ თასებს ხედავთ, იმიტომ რომ სულ 5 თასია, ხო? აქ აი ამ არკანზე 3 თასი დაიქცა და უკვე აღარ ხედავთ, რომ არის თასებიც, რომელიც შეგიძლიათ აიღოთ. მისი ქმედებები უახლოეს მომავალში. აქ არის გრძნობები. უყვარხართ თქვენ ამ ადამიანს, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეცდება რომ სამართლიანად მოიქცეს. მესამე ფაქტორი აქ ვერ ვიგებ რა არის. დეპრესია. აქ რაღაცაზე მაგია. და ამის გამო არის დეპრესია, ჩხუბები თქვენ შორის. ეშმაკის არკანი და სიკვდილის არკანი. ვიღაცას სასიკვდილოც აქვს გაკეთებული. არ შეგეშინდათ რა თქმა უნდა ეს გათამაშდება 9%-იც არა. ის უჭირს ქმედებები, უჭირს გადაწყვეტილების მიღება, დაბლოკირია მთლიანად.
მოვაპატიეთ. გადავედით მესამე ვარიანტზე, რა ხდება აქ. აქ თქვენ ხართ რაღაცა, აქაც მოძრაობაში ხართ. მიხარია, აგრილდა და ამოძრავდით. სტაგნაცია არ არის, რაც მთავარია. მთავარია რაღაცა ხდებოდეს. სულ არაფერს, რაღაცა მაინც ხდებოდეს. აქ რაღაცა წარსულთან დაკავშირებით, რაღაც გეგმები, სამსახური. აქ ვიღაცა მუშაობს საზღვარგარეთ და რაღაც ბავშვები ენატრება. ვიღაცა ახალი გათხოვილია. ახალი გუშინ წინდელი არა. ნუ აი რაღაც 1 წელი რაღაც. ვიღაცა კი ახალი გაცილებული. დაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია. აქ რაღაც ოჯახის კარტია მოდის, არ ვიცი. ან ოჯახი ყავს, ან თქვენ ხართ მისი ოჯახი. ან და რაღაც გადაწყვეტილების წინაშე, არ ვიცი. სხვა ეტაპზე გადასვლა უნდა. რაღაცა ჩხუბის, აქ კონფლიქტების ციკლი დაიხურა და რაღაც კარგი პერიოდი იწყება თქვენ შორის. ნახოთ ახლა მისი ქმედებები უახლოეს მომავალში. ნოსტალგიირებს ეს ადამიანი ზოგადად. ან წავით, უწასულია, ფიქრობს ტყუილით როგორ დაბრუნდეს. თუ არა და მიდის, მაგრამ ტყუილით მიდის და რის გარანტო რა ხდება. რომ დაიმკვიდროს ისე იმპერატორული, ანუ თავს რაღაცა დაუმტკიცოს, იმიტომ რომ ეგოისტი აქვს ეს სწაული. აქ არაერთ გვაროვანი კარტია მოდის, ადამიანი არის ცვალებადი, ძალიან ცვალებადი. მისი ქმედებები. ადამიანს აქ თუ დაცილებული ხართ, უნდა თქვენთან ახლიდან დაიწყოს, მაგრამ არც ეს როგორ გააკეთოს, უზომო მიზიდულობა აქვს, მაგრამ შიშებშია. და რაც გააკეთებს, სწორ გზას ეძებს, მაგრამ არ იცის არა. ძალიან ბლოკებშია აქ ადამიანი. მოლოდინშია. რომ ის ხელშემშლელი ფაქტორები რაც არის თქვენ შორის წავა, თქვენთან უნდა საერთოდ ცოტა ვერ გავიგე. შინაგან კონფლიქტებში არის ჩამოყალიბებული არ არის აქ ადამიანი, გრძნობები აქ არის. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მიყურეთ. მადლობა ყველას ფარდაჭერისთვის, გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, კონკრეტულად თქვენი სიტუაციის განსახილველად კი მომწერეთ პირადში აღწერილ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. უღრმეს მადლობა ყველას.